ტკბილეული და ნუგბარი. ხო. ეს არის ის საკვები ერთეულები, რომლებიც ჩვენსაც ჩვენშვილებსაც ძალიან გვიყვარს, თუმცა რა არის დამატებული შაქარი. დამუშავების ან მომზადებისას ბევრ საკვებს ან სასმელს ემატება შაქარი და სიროფები. ამ დამატებულ შაქრებს მრავალი სხვადასხვა სახელი აქვს. მაგალითად, აი ხა დააკვირდით, ყავისფერი შაქარი, სიმინდის დამატკბობელი, სიმინდის სიროფი, დექსტროზა, ფრუქტოზა, გლუკოზა, თაფლი, ლაქტოზა, ალაოს სიროფი, მალტოზა, მელასა, მედლი შაქარი და საქაროზა. შილოცვასა მე მგონი უკვე ნამდვილად ასეა, თუმცა ძალიან კარგად გვინდა რომ გავიაზროთ თუ რა საკვებ პროდუქტებთან შეიძლება გქონდეთ ჩვენ შვილებს საქმე, რადგანაც ეს მავნე დამატებული შაქარი რაღაცნაირად გამორიცხული იქნას ან შემცირებული მაინც მათი საკვებიდან. სწორედ ამაზე ვსაუბრობს დღეს პედიატრთან და ნუტრიციოლოგთან მაია სრულაძესთან ერთად. დილამშვიდობის მაია ექიმო. ძალიან გვიხარი რომ მოხვედით, იმიტომ რომ ეს ისეთი პროდუქტებია, რომელიც ყველაფერს ძალიან უყვარს და მეცაც გეტყვით რაღაც თვალსაზრისით ზოგჯერ ვახალისებთ და ვასაჩუქრებთ კიდევაც ასეთი ნუგბარით. მაგრამ ალბათ ისე ბოლომდე ვერ ვიაზრებთ რა ცუდ მხარეს შეიძლება შეიცავდეს ეს ერთგვარი უბოროტო საკვები, რომელიც არის ტკბილეული. დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში და მართლაც დღევანდელ დღეს ეს ძალიან ისეთი ყვადაღებული თემა არის და ალბათ რა რისკებს შეიცავს პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. ყველამ კარგად იცით რომ შაქარი სიმსუქნის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. სიმსუქნეს უკან რა მოსდევს შემდგომში ის რომ შეიძლება შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპის, ის რომ შეიძლება გუსის საფრთხე დაავადებები იმ წუთში კი არა, თუმცა ეხლა ძალიან გაახალგაზრდა ბავშვებში სიმსუქნეს, რამდენი დღის წინ 4 წლის ბავშვი მომიყვანეს, რომელიც 10 კილოდი მეტი იყო თავის ასაკთან შედარებით და ეს ძალიან და ზუსტად აი ამ ტკბილეულის გამო ერთ-ერთი ხელშემწყობი საკვები, რომელიც დიდი ალბათ ბავშვებისთვის მომაჯადოვებელია, თან ისე არის თაროებზე დაწყობილი ეს ყველაფერი, რომ ბავშვი ადვილად წდებოდეს. ისეთი ფერადია, ისეთი ფერადი და ნაირნაირია, ეს ერთი პრობლემა სიმსუქნე. მეორე, ბავშვები ახლა ძალიან აგზნებულები არიან ხოლმე და ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება ზუსტად ეს ტკბილეულის მიღებაც იყოს. შაქარი ზუსტად. და რატო? იმიტომ რომ როდესაც აი ამ ტკბილს იღებს, ეს ხო გლუკოზად იღება და სისხლში გლუკოზის დონე იზრდება. ამ დროს პანკრეასი გამოიმუშავებს ინსულინს, ინსულინი უფრო მეტად გამომუშავდება, ეს პირიქით მერე ამ გლუკოზის მონელებას და მას უწყობს ხაზს და პირიქით ეცემა. აი ეს ცვალებადობა და ტვინთან ამის კონტაქტი და სხვადასხვა ნივთიერებების წარმოქმნა ზუსტად ხან დეპრესიულ მდგომარეობას, ხან აგზნებას და ასე შემდეგ იწვევს, რომელიც ასევე ძალიან რასაკვირველია ზომიერების ფარგლებზეა ეს ყველაფერი საუბარი. შემდეგ შვეიცარიელებმა გააკეთეს ესეთი კვლევა, სადაც ალერგია დააკავშირეს და ასთმა მომავალში და ტკბილეულის მიღება. და აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ბავშვობაში ღებულობდნენ დიდი რაოდენობით ტკბილეულს, მომავალში უფრო მეტი რისკი იყო მათში ასთმის განვითარების ვიდრე სხვა ბავშვებში. ასევე შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ჩამოვთვალოთ და კბილების დაზიანება ერთი ამას რა გვერდი აუარო არაფერთ არ შეიძლება. იმიტომ რომ თავიდანვე პირველივე დღეებიდან ხდება ტკბილი ჩაის, ასე შემდეგ მიცემა ბავშვისთვის და ხშირად მშობელს უყვარს ეს დამაწყნარებელი საშუალება, თითქოს ცრუ შეხედულება რომ ეს ამშვიდებს ბავშვს ხომ და აქედანვე იწყება ეს ყველაფერი. წარმოიქმნება ორგანული მჟავები და ეს თავისუფალი შაქარი ძალიან ადვილად უერთდება და განსაკუთრებით სარძევე კბილები, როდესაც წარმოიქმნება მისი ემალი რბილია, ადვილად ზიანდება და ეს კიდევ ერთი პრობლემა. ნუ კარგი, ჩემიშვილი ამ ეტაპისთვის აცდენილი ამ ყველაფერს. ნაკინი გავასინჯე და ეგეც არ მოეწონა და ჯერჯერობით მეგონი რომ კარგად მივდივართ ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში. და ალბათ თქვენი შვილი ახსენეთ ის პატარაა და ყველა მშობელს თუ მშობელს არა ბებია ბაბუებს მეზობლებს ხო ყველას უნდა ასე ამოვნოს თავისი პატარა და იმის გაღიმებული სახე შეხედა. ამაშენ კაფეთ.
იცით რა მინდა კითხოთ ქაბატონო მაია, რას ნიშნავს დღიური ნორმა ტკბილეულისა? როგორ შეიძლება მშობელმა განსაზღვროს რა არის ის, რასაც აღარ უნდა გადაამეტოს და სხვა საკუთრება ხდება ეს ჩვენდაუნებურად, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ტკბილი და მაგალითად იყოს ხილით წარმოდგენილი და საკურველია და ეს საკმარისი იყოს. ზუსტად ამასთან არის ეს ძალიან ძნელია აი ამ საუკუნეში მით უმეტეს ამის შესრულება და ამ პირობებში, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ 2 წლამდე და ჯანმო საერთოდ მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს რომ უფრო ჯობია 3 წლამდე შაქარი და მარილი საერთოდ არ შევიძანოთ ბავშვის რაციონში. ეხლა შაქარი გლუკოზა რო აუცილებელია რაღაცა რაოდენობით ტვინისთვის და ძედს შეიცავს, აი თქვენ კარგად დამეცადინებ იმდენი შაქრის დიეტა ჩამოთვალეთ, ხო და აუცილებელია რაღაცა დონით ნახშირწყალი, შეფარდება ცხიმი-ცხილი ცილა ნახშირწყალი აუცილებელია და ეს უნდა მიიღოს და ეს შედის ზუსტად როგორც თქვი თავიდან დედის რძეში, მე იმ დამატებით საკვებში რომელსაც ბავშვი იღებს დაწყებული ბოსტნეულიდან ბოსტნეულში არის უფრო ნაკლებად ტკბილი ბოსტნეული, რომელშიაც ნაკლებად შედის, არის უფრო ტკბილი ბოსტნეული, მაგალითად სტაფილოში უფრო მეტი შაქარი შედის და ასე შემდეგ. და ზუსტად ეს არის, რომ კარგად უნდა იყოს დაბალანსებული ბავშვის კვება თავიდანვე, რომ მისი და კიდე აქ მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი, რომ ენაზე არის გემოვნების რეცეპტორები და ყველაზე წვერში ენის წვერზე არის ტკბილი აღქმის რეცეპტორი, რომელიც 99% ადამიანებში, ბავშვებშიც, დიდებშიც არის დომინანტური და როდესაც პირველად ამ ტკბილ გემოს გასინჯავს ბავშვი, მერე მისი დამოკიდებულება ტკბილისადმი არის უკვე დომინანტური და უნდა სულ ტკბილი. და მოდის მშობელი გეუბნება, იქნებ ბოსტნეულის პიურეში ჩვენ გავურიოთ შაქარი, იქ რაღაცა ბავშვები, რომლებიც ხელოვნურობაზე არიან და ისეთი საკვები პათოლოგიის მქონე ბავშვები, რომელსაც ცოტა არას გემრიელი საჭმელია. იქ გავურიოთ სტივია და მსგავსი ტკბილი დამატებები, საშუალებები, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს და ბავშვის რეცეპტორები ძალიან ადვილად ეჩვევა შემდეგ, რომ არ უნდა მიიღოს ტკბილი. მიჩვევა და გადაჩვევაც მარტივად ხდება, ხო? გადაჩვევა სამწუხაროდ მარტივად და არ ვეღარ ხდება, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს დამახსოვრებულია, სადღაც იღრმად და უკვე მოთხოვნილება ამისი, მით უმეტეს ასევე ვთქვით, რომ შეიძლება წახალისება რაღაც მომენტში, მაგრამ ეს უფრო დიდ ასაკში, როცა ბავშვი შეგნებულია, შეიძლება დაშვებულია ფსიქოლოგების მიერ, რომ დღეში ერთი რაღაც დაუშვან უკვე ბავშვს სიტყვაზე ან კამფეტი ან ტკბილი ნამცხვარი ან რაღაცა მსგავს. ეხლა რა დოზა შეიძლება რა ასაკში საერთოდ შაქრის რაოდენობა მათ შორის აი არა მარტო სუფთა შაქარი, არამედ სხვადასხვა საკვებში უფრო მეტიც კეჩუპი და მსგავსი რაღაცებს რო ღებულობთ, ისინიც კი შეიცავენ შაქრის რაოდენობას. ამიტომ ეს კი ბატონო და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული დღეულ ცოტა დრო გრჩება და მოვედით გავიაროთ რიცხობრივად რა დღეულ ნორმებზე ვსაუბრობთ. 15 გრამი არის. უფ, რა ცოტა. ხო. და 3 წლის ასაკის ბავშვისთვის აი ეს დამატები დაახლოებით 15 გრამი, რაც შეიძლება ესეთ პროდუქტებში იყოს და 20 გრამი 4 წლის შემდეგ. თუმცა 3-ჯერ და 4-ჯერ ვაჭარბებთ და აჭარბებენ რეალურად 70 და 100 გრამიც კი არის და ეს ყოველწლიურად ხდება ამისი გადახედვა ამ ნორმების და ნელ-ნელა დაბლა ჩამოწევა. 15 შეგვიძლია მომავალ წელს იყოს 5? ანუ არ მგონია, მაგრამ აღარ მგონია რომ ამაზე მეტად დავიდეს, მაგრამ ეს არის დღევანდელ დღეს ის რეკომენდაცია 15 გრამი 3 წლის ზევით დამატებითი და შემდეგ 20 გრამი 4 წლის ზევით, რაც დღის განმავლობაში ბავშვმა შეიძლება მიიღოს. ხო. და აი წარმოიდგინეთ გაზიანი სასმელები, ტკბილი გაზიანი სასმელი. ნახევარი ჭიქა შაქარი როგორც ერთი ჭიქაში. ხო, 10 კოლზი შაქარს შეესაბამება ერთი კოლოფი, რომელიც ასევე ძალიან დამანგრებლად მოქმედებს. იმუნიტეტსაც კი წევს დაბლა. 2-4 მადლობა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა.